რამდენიმე დღის წინ თბილისში ბრიტანულ-ქართული საბავშვო ბაღის ABC-ს აღმზრდელი მცირეწლოვან ბავშვზე ფიზიკური ძალადობის ბრალდებით დააკავეს. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს. სამართალდამცავებმა უკვე ამოიღეს სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, რომლებიც ბრალდებულის დანაშაულებრივ ქმედებას ადასტურებს. ბავშვის ოჯახი მიიჩნევს, რომ კითხვები მხოლოდ დაკავებულის მიმართ არ ჩნდება. დედის განცხადებით, შვილის სხეულზე დაზიანებებს რამდენიმე დღის განმავლობაში ამჩნევდა და განმარტებებს ბაღის ადმინისტრაციისგან ითხოვდა, თუმცა აღნიშნულს სათანადო რეაგირება არ მოჰყოლია. ახლა ოჯახი მიიჩნევს, რომ გამოძიებამ უნდა დაადგინოს, რამდენად შეასრულა ბაღმა ბავშვების უსაფრთხოების დაცვის ვალდებულება. პირველად იყო ბავშვი ხაზზე შემოჩნე. აი ხელის რო ჩაიფღა უჭები ეგეთი ოღონდ ფრჩხილებით, იმდენ ისეთი განლაგება ქონდა, რომ ჩავთვალე, რომ იყო ფრჩხილი, მაგრამ ამაზე განგაში არ ამიტეხია, უბრალოდ ფილიალის მენეჯერს ვკითხე და ვთხოვე, რომ ეთქვათ ხომ არ იცოდა ამის სკრინი შემიძლია მოგეწოდოთ, ანუ ხომ არ იცოდა რა მოხდა, მან მითხრა, რომ არაფერი არ შეუმჩნევა, ბავშვს არ უტირია, ყოველთვის მოგნებოდნენ, რომ არ უტირია, არ ტირის და ნუ რაღაც ეგ. შემდეგ დღეს ისევ ქონა დაზიანება ყურთან, ისევ ფილიალის მენეჯერს დამივწერე და ვუთხარი, რომ ისევ აქვს და რამე ხომ არ მოხდა, ისევ იგივე მიპასუხა იზოში, ალბათ კოღომოკუბინა მოიქავა, რაღაც მკრთალად ქონდა, მაგიტო აღარ ჩავეციე და უკვე 30 აპრილს ზუსტად არ მახსოვს თარიღს. ბოლო არ იყო, მესამე დაზიანება უკვე მძაფრად ქონდა, ეს ყველაზე დიდი რომელიც არის აქ და უკვე ესეთი რომ ბაღიდან რომ გამოვიყვანე არც ერთ ამ შემთხვევაზე არ უთქვამთ, რომ ბავშვს აქ რამე დაზიანება. არც ამ მესამე შემთხვევაზე, როცა ქონდა კისრის საკმაოდ ძლიერი ნაკაწრი და ჩემი შეფასებით იყო ფრჩხილი. თავდაპირველი რეაქცია იყო, რომ ბაღში არ დამარჩნია, ძალიან მის აღმზრდელებს სრულად ენდობა და გამორიცხულია, ეგეთი რაღაც მომხდარი იყო იქ. მე ვთხოვდი კამერების ამოღებას, უბრალოდ მაინტერესებდა და ბევრჯერ გავუმეორე და აქცენტი გავაკეთე იმაზე, რომ მე არავის ბრალს არ ვდებ, რა თქმა უნდა, ამის არანაირი უფლება არ მაქვს და არც ვაკეთებდი, უბრალოდ მაინტერესებდა, როცა ბავშვი მთელი დღე აქ არის, რა სჭირდა, იმიტომ რომ აღმზრდელები მეუბნებოდნენ მარტივად, არ ვიცი, არ უტირია, არაფერი შემიმჩნევია. ამ შემთხვევაში არ ვიცი, და ვეკითხებოდი, აბა მეთქი რა არის თქვენი პასუხისმგებლობა, როგორ არ იცით ბავშვს რა მოუვიდა. ნუ მოკლედ ამისგან ვერ მივიღე ვერანაირი პასუხი, მეუბნებოდა, რომ ნაკაწრები არ არის ბაღის პასუხისმგებლობა. დედის თქმით, ის ბაღის ადმინისტრაციასთან სვამდა კითხვებს ბავშვის დაზიანებებთან დაკავშირებით და ითხოვდა ვიდეო ჩანაწერების ნახვას, თუმცა ყოველ ჯერზე უარს იღებდა. იყო შემთხვევები, როცა შეყვანამდე ბავშვს უმოწმებდნენ, რომ აი ხო არ მოყვება რაღაცა შემთხვევით გადმოყვანის დროს, მანქანის დროს ხო მე ვიყავი მაგის ინიციატორი, რომ გაიკეთებინეთ და ჩემი ხელით ვაჩვენებდი და როცა უკვე ესეთ შემთხვევის შემდეგ შეყავდათ, ბოლოს გამომიყვანეს უკან კეფაზე ქონდა დაზიანება, გამოვიდა აქ იყო ფილიალის მენეჯერიც, იყო ორივე აღმზრდელი, იყო ასევე სხვა მასწავლებლებიც, თუ ამის ჩანაწერებს მოიძიებენ ეს ბაღის ეზოში ვსაუბრობთ ამას და გამომიყვანა ყველა მერთხად და მითხრეს, რომ ვაიმე, აი კიდევ აქვს ნაკაწრი და ჩემი რეაქცია იქ იყო, რომ აი უბრალოდ მითხარით რა გავაკეთო, თქვენ რას იზამთრით ჩემს ადგილზე. მესმის ყველასგან შეშფოთებული სახე, მაგრამ მეუბნებოდნენ დავაჩინეთ, არ თქვა და გაიღვიძა აქვს. აქაც არ მეუბნებოდნენ რამე ისეც, რომ აი რაღაც ამისგან შეიძლება იმისგან ყველა ბოლოს იმასაც ვეკითხებოდი, რამე ცხოველი ხომ არ ყავთ სახში, ოთახში თავი ხო არ ყავთ, ხო არ უნდა დინერულო, მაგრამ მერტულებით, იმიტომ რომ ვეღარ ხვდებოდი რა უნდა მეკითხა და ბოლოს ვუთხარი მე მან, რომ იცით რა, თუ ეს შემთხვევა კიდე განმეორდება, მე უკვე შესაბამის უწყებას მივაწვდე ღვთანს, იმიტომ რომ თქვენს დირექტორთან საუბარს აზრი არ აქვს, მე ეს ხაზგასმით ვუთხარი. მასთან საუბარს აზრი არ აქვს, მან მე მითხრა, რომ არ იყო ნაკაწრი მისი პასუხისმგებლობა. ამის შემდეგ უკვე რაღაც პერიოდის განმავლობაში ეს ქალბატონი, რომელიც ახლა ბრალდებული არის, თვითონ გამოყვანის დროს მეუბნებოდა, რომ შემემეწმებინა და მე ნახა ბავშვს, ნახე ხო არაფერი არ აქვს, ნახე და მეც უკვე ამ ხალის მიმართ დობა მაქვს და კარგი ჯუნა მჯერა, თუ მეუბნები რომ არ აქვს, მაგრამ მაინც ნახულობდი ხოლმე რა და არ ქონია არაფერი. ეგ იყო ბოლო ფაქტის შემდეგ არ ქონია არაფერი, თუ არ ვცდები იყო 4 მაისი და მაგის შემდეგ ეხლა 21
21-ში 5:30-ზე დაახლოებით მომივიდა WhatsApp-ზე ფილიალის მენეჯერისგან შეტყობინება, სადაც მიგზავნის ბავშვის ფოტოს, სადაც უჭირავს ბავშვის ხელში სათამაშო ჩვეულებრივი რეზინის მარტორქა და მეუბნება, რომ მარტორქა უჭირავს დაჭიკოს და ვერ ვართმევთ. ამის ხნით შემიძლია მოგაწოდოთ, ვერ ვართმევ, მე ვეკითხები, პირველი კითხვა გამიჩნდა, სხვა ბავშვის არის, იქნებ სხვა ბავშვი ტირის ან რაღაცა და მეუბნება, რომ არა, ბაღის არის, მაგრამ გაიკაცრა და არ მინდა რომ ვაჭირო და ვერ გამოვართმევ. ჩემი პასუხი ამაზე იყო, რომ არა აჭიროთ, მთავარია თვალში არ მოირწყას და არა უშავს. აი ეს იყო 5:30-ზე, მე მივდივარ მერე ბაღში, გამოყავს მეორე აღმზრდელს, ბავშვი ვინც ბრალდებულია მას არა, გამოყავს მეორე აღმზრდელს ბავშვი და ვეუბნები სად გაიკაცრა და რომ დავინახე რომ ისო კისრის არეში აქვს ბავშვი და ცოტა ოდნავ სისხლიც აქვს, ვეკითხები რომ როგორ მოხდა ეს. თქვა მისი პასუხი იყო ანაც იქ იყო და ანა მიცის ყველაფერი, არაფერი მომხდარა, ან მარტივად მომიჭრა. ცხვირშიც ჰქონდა ბავშვის ჩაქცევა, მაგრამ იმ მომენტში არ მიმიქცევია ყურადღება, ვერც დაუშვებდი რომ ეგეთი ფაქტი შეიძლება მომხდარიყო. და ანას WhatsApp-ზე გაუგზავნა SMS-ი, რომ როდესაც შეძლებდა დამკავშირებოდა. და მირეკა მალევე და პირდაპირ მითხრა, რომ ვიცი, რაზეც მე საუბრები, მე იქ ვიყავი და ყველაფერი დავინახე. ვეუბნები, რომ კარგი, მივიღე ეგ ინფორმაცია, რომ იქ იყავი, დაინახე, უბრალოდ მაინტერესებს, როგორ მოხდა რა, ანუ დედა ვარ, არასოდეს ბაღის მხრიდან არ ყოფილა, რომ ბავშვი რაიმე განსაკუთრებული დარღვევა ჰქონდა ამ ქცევაში, ან თავის თავს იზიანებდა, ან სხვა ბავშვს აზიანებდა, ეგეთ მით უმეტეს ყოველთვის ვეკითხებოდი აღმზრდელს დღის ბოლოს რა შვებოდა, როგორ იყო, ხომ გრაბრაზებდათ, ხო გიჯერებდათ, ყოველთვის ეგეთი დღე არ ყოფილა, რომ მე არ მიკითხა ეს. და მათგან იყო ყოველთვის რომ არა ძალიან კარგი ბავშვია პასუხი. და რომ მეუბნება რომ თავს იზიანებდა, ვეუბნები რომ მეთქი როგორ მეთქი გამორთმევის დროს გაიქნია ხელი აი ბავშვი რომ ართმევდა მე და მოხვდა, აი ამასაც დაუშვებდი რომ ეთქვა რომ კი არ პასუხს არ მცემდა არაფერზე რა, არ მეუბნებოდა, იქეთ იყო აგრესიული, იქეთ მეუბნებოდა რომ დაკაწრე არ იყო მისი პასუხისმგებლობა, რომ ჩავეძიერა იყო მისი პასუხისმგებლობა, ჩამომითვალა რომ იყო განვითარება, ჰიგიენა, კვება და უსაფრთხოება, მეთქი ჩავეკითხე, უსაფრთხოება რომ რამე ფატალური არ მოხდეს თან. როგორც ირკვევა კითხვები ბაღის მიმართ სხვა მშობლებსაც აქვთ. ერთ-ერთმა მათგანმა ჩვენთან საუბრისას განაცხადა, რომ მიშვილსაც აღენიშნებოდა დაზიანებები. მიუხედავად იმისა, რომ ძალადობის ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულება არ აქვს, მასაც აქვს ეჭვი, რომ შესაძლოა დაზიანებების შემთხვევითი არ ყოფილიყო. მისი თქმით აუცილებელია გამოძიებამ სრულად დაადგინოს ყველა გარემოება. მე აქვს ბევრჯერ რომ ნაკაცრის გამო ამ ხელა ამბავი არავის არ აუტეხია. ნათქვამი აქვს რომ მხოლოდ მე მაქვს პრეტენზიები და სხვა ბავშვებს არა, მაგრამ ესე არ გამოდგა საბოლოო ჯამში ამ ამბების შემდეგ ძალიან ბევრი მშობელი მათი შვილების დაზიანებებს პირად შეტყობინებაში მიყრის. ფოტოებიც არსებობს, ამის უბრალოდ ფაქტები არ არსებობს. სიტუაცია მას შემდეგ შეიცვალა, რაც ოჯახმა სამართალდამცავ ორგანოებს მიმართა. სწორედ გამოძიების ფარგლებში ნანახ ვიდეო მასალაში აღმოჩნდა ძალადობის ამსახველი კადრი. მოკლედ, როდესაც ანასგან დაურეკე ანას ბოლო შემთხვევის დროს ვთხოვე რომ ეს დაზიანება მეჩვენებინა კამერაში დაუშვათ, ბავშვმა დაიზიანა თავი, მაგრამ ვნახავ ამ ფაქტს, რომ შეიძლება შემახედე და გავჩერდები და მორჩება ყველაფერი. ისევ იყო პასუხი არა. ამ ყველაფერზე და ბოლოს იყო ესეთი რაღაცა, რომ იცით რა, მე შეთანხმებული ვარ ბაღის ხელმძღვანელობასთან, ბავშვის საკითხი განხილული მაქვს და გიწვიტავთ ხელშეკრულებას, შემდეგი თვიდან ბავშვი ჩვენს ბაღში აღარ მოიყვანოთ. რა გავოგონდი ამაზე და იქეთ როგორ მიწვიტავთ ხელშეკრულებას გკითხე და აღარ მოვიყვან ამ თვეშიც მე მან ბავშვს როგორ მოვიყვან ახლა თქო და მე მომწერა რომ აი ამ დარჩენილი დღეების თანხას უკან დაგირიცხავთო და გამეცინა მაგაზე, ანუ რა უნდა მეპასუხა საერთოდ არ ვიცი და უკვე რომ გავუჩიშე, მივხვდი რომ აზრი არ მქონდა, ვუთხარი რომ სპეციალურ უწყებას მიუმართავ და კამერებს ისინი ამოიღებენ თქო და რაც გინდა ის ქენიო. და მოკლედ როდესაც გავუჩიშე და ვერაფერს ვერ მივაღწევდი, მივხვდი დავრეკე 112-ში და ვიკითხე რა შემეძლო გამეკეთებინა ესეთ შემთხვევაში. მათი მხრიდან მოხდა რეაგირება და დამეკავშირდნენ უკვე დიღმის სამმართველოდან და მთხოვეს რომ მივსულიყავი და დამეწერა საჩივარი. იმ დღეს მე იქ ისევ არ მივედი. ვცდილობდი რომ
რაღაცნაირად ალტერნატიული გზით კამერები გამომეთხოვა, იმიტომ რომ ვერ დაუშვებდი იმას, რომ ბავშვს ძალადობდნენ. ჩემი დაშვება იყო, რომ უხეში მოპყრობა, ან ბავშვის ჩაცმის დროს, გახდის დროს დაზიანებები მაქედან ჩდებოდა და მაინც მინდოდა, რომ რაღაცა ესე სხვანაირად კამერებამდე მივსულიყავი, მაგრამ არა სამართალდამცავებამდე თავდაპირველად, სანამ არ დავწუნდებოდი რა ხდებოდა. და ვერაფერს მეორე დღეს დამირეკა ისევ იგივე პირმა პოლიციიდან და მითხრა რომ აუცილებლად მივსულიყავი, რადგან სხვა ვერავინ ვერ დამეხმარებოდა კამერების ნახვაში და რომ მივედით ჩვენება ჩამომართვეს, ფოტოები ვაჩვენეთ, ეგრევე უკვე გადავედით მთავარ სამმართველოში და იქ უკვე გამომძიებლებს ყველაფერი მოუყევი და ძალიან ოპერატიულად იმ დღესვე ბაღიდან გამოითხოვეს კამერები და გამოთხოვილ კამერებში უკვე ჩანს ეს ძალადობის ფაქტი სადილის შემდეგ ან სადილის შემდეგ არის უფრო ზუსტად დრო არ მახსოვს და ძალიან უსიამოვნო კადრი არის ჩემთვის ეხაც ვერ გამოვდივარ მდგომარეობიდან და ისე ძალიან მარტივია ისაუბრო ძალადობაზე, მაგრამ როცა მშობელი ამას თავის თვალით ხედავს, როცა მიშვილს ეხება, მე ვისურვებ, რომ არც ერთმა მშობელმა ეს არ ნახოს. ეს კონკრეტული ფაქტი. ამის შემდეგ უკვე ანასგან იყო ჩემთან ზარი და მთხოვა ბაღში მივსულიყავი. იქ იყვნენ პოლიციელები და კადრებს იღებდნენ და უკვე იყო თავის მართლების პოზიციაში და მეუბნებოდა, რომ ენდობოდა აღმზრდელს და ეს რა გაუკეთა. მე მას იქაც ბევრჯერ ვუთხარი, რომ მე და ხას მისვამდა, რომ შენც ენდობოდი აღმზრდელს და კი მე ვენდობოდი ამ აღმზრდელს და ჩემთვის ძალიან დიდი შოკი იყო, მაგრამ მე მას ვუთხარი, რომ მე აღმზრდელს ვენდობი ბაღის კარის სრულთან. იმის იქეთ გენდობით თქვენ და ეგ არის თქვენი პასუხისმგებლობა, რომ ჩემი შვილი მანდ იყოს უსაფრთხოდ. მეუბნებოდა, რომ ბაღის აღმზრდელს აქვს მძიმე ემოციური ფონი, რაღაც პრობლემები და მე მანდაც ვუთხარი, რომ ანუ თუ ეგრე იყო და თუ მან ეს იცოდა, ეგეც მისი პასუხისმგებლობა იყო, რომ ეგეთი ადამიანი ბაღში არ ყოფილიყო, მიეცა მისთვის შებრულება, ან გაინთავისუფლებინა, ან ესე შემდეგ. მისგან ისევ რაღაცა ბოდიში იყო, გულწრფელად ვიხდი ბოდიშო პირველი შემთხვევა იყო. იმიტომ რომ უკვე იცოდა რომ ამას ეს ამბავი მოყვებოდა, თუმცა მე უკვე იქ ისედაც არაფრის გაკეთება არ შემეძლო, იქ ბავშვს უფლებებს ეხება საქმე და შესაბამისად სამართალდამცავებმა მიიღეს ის ზომები, რაც უნდა მიღებულიყო. ბაღის პასუხისმგებლობის საკითხს მხოლოდ ბავშვის ოჯახი არ აყენებს. დაკავებული აღმზრდელის ადვოკატი ამბობს, რომ საქმეში არსებული გარემოებები ბაღის ადმინისტრაციის როლზეც აჩენს კითხვებს. მისი თქმით, დედა დიდი ხნის განმავლობაში ითხოვდა ვიდეო ჩანაწერების ნახვას და დაზიანებების მიზეზების გარკვევას, თუმცა შესაბამისი რეაგირება არ მომხდარა. ჩვენთვისაც ცნობილია და როდესაც პოსტი გავრცელდა, რომ თვეების განმავლობაში თუ ერთი თვის განმავლობაში ხელმისაწვდომი და ასე ვერ გეტყვით, ითხოვდა მშობელი ამ დაზარალებული ბავშვის კამერის ჩანაწერების ნახვას, იმიტომ რომ ის შეიმბრუნებოდა სხვადასხვა დაზიანებით. დღემდე უცნობია და არც გამოძიებას აქვს ამ წუთას ინფორმაცია, ეს დაზიანების წყარო იყო სხვა ბავშვთან ინციდენტი, აღმზრდელის ქმედება, თვითდაზიანება თუ რა შეიძლებოდა ყოფილიყო. ამაზე ითხოვდა დიდი ხნის განმავლობაში მშობელი, რაზეც ვერ იღებდა პასუხს და არ აძლევდა კამერების ნახვის უფლებას მშობელი. შესაბამისად, ამ კუთხით ვიცი, რომ პრეტენზია მშობელს აქვს ბაღის მიმართად და როგორც ჩემთვის ცნობილია, სამოქალაქო და სამართალო წარმოების წესით აპირებს კიდეც რომ მოსთხოვოს პასუხი ბაღს. Deci ჩემი ბავშვი დაზიანებული მოვიყვანეს სახლში, თუ ამ კადრებში არაფერი არ იყო, რის გამოც მე უნდა მქონოდა რეაქცია, შეეძლო ეჩვენებინა. ის რომ ბაღის მხრიდან ესეთი კატეგორიული უარი იყო კადრებზე, მიჩენს ეჭვს, რომ მათ ყველაფერი ძალიან კარგად იცოდნენ. ადვოკატი კიდევ ერთ გარემოებაზე ამახვილებს ყურადღებას. როგორც მან ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბოლო თვეების განმავლობაში მძიმე ემოციური მდგომარეობა ჰქონდა და სამსახურის დატოვებაც სურდა. თუმცა მისივე ინფორმაციით ადმინისტრაცია ამის შესაძლებლობას არ აძლევდა, რადგან სხვა აღმზრდელს ვერ პოულობდნენ. რაც შეეხება უშუალოდ ჩვენ პოზიციას რეგიონასთან მიმართებით, დიახ, ხედავთ ჩვენ საჭიროებას, რომ უნდა გაეზიარებინა, უნდა ემოქმედა ბაღს მეტი ყურადღებით, ბაღის დირექციას მეტი ყურადღებით, იმიტომ რომ ჯუნას ჰქონდა მძიმე ემოციური ფონი, ეს განაცხადეს კიდეც პროცესზე. მას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა ბოლო პერიოდში, დეკემბრიდან მოყოლებული, გართულებული ფსიქოემოციური მდგომარეობა და ითხოვდა წასვლას შინ, მაგრამ იქიდან გამომდინარე ვერ პოულობდა სხვა აღმზრდელს, არ აძლევდნენ ამის უფლებას. შესაბამისად, დიახ, ჩვენს ვხედავთ აქ დირექციის პასუხისმგებლობას და სურს ამაზე მათთან კომუნიკაცია, თუმცა ჯერჯერობით მათი მხრიდან ძალობა არ აჩვენს.
მომხდართან დაკავშირებით კითხვებით ბაღის ადმინისტრაციასაც მივმართეთ. არაერთხელ ვცადეთ ბაღის დირექტორთან დაკავშირება, რათა მოგვესმინა მისი პოზიცია, თუმცა ჩვენს ზარებსა და შეტყობინებებს პასუხი არ მოჰყოლია. გამოძიება გრძელდება. ამ ეტაპზე დაკავებულია აღმზრდელი, თუმცა არაერთი კითხვა პასუხგაუცემელი რჩება. მთავარი კი ბავშვების უსაფრთხოებას ეხება. რამდენად დაცული იყო ბავშვი იმ გარემოში, სადაც მისი უსაფრთხოება პრიორიტეტი უნდა ყოფილიყო.